მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, მოგვიათ თორნიკე და ახლა მაწერია თოკო ვალდი. დღეს მე და ელდარი წამოსვლები ვართ. მოგესალმებით. სალაშქროთ, ანუ რამე კარგი თავშესაფარი უნდა გავაკეთოთ, თავშესაფარივით რა, ნახეთ რა ლამაზი ადგილია. კიდევ ცეცხლს აი იქ დავანთებთ, გავამზადეთ წინასწარ და ჯერ მოვიფიქრეთ სად უნდა ვაშენოთ ქოხი რა და ელდარიც გაგესაუბრებოთ დღევანდელ დღეზე. მოკლედ რამოდენიმე ვარიანტი გვაქვს რომ ქოხი ავაშენოთ. ერთი აი ჩანთები და მოკლედ პირველი ვარიანტი არის რომ აი სადაც ჩანთები დავალეგეთ იქ ხები იგრე კარგად დგას, იგრე კარგად არის ამოსული რომ მშვენიერი ქოხი გამოვა. და მეორე ვარიანტი აი ზევითკენ უმშვენიერესი ადგილებია, იებიც ძალიან მაგრად არის, უკვე კარგად ამოვიდა. უკვე გაზაფხულის სურნელიც იგრძნობა. რავი, კაი ადგილებია რომ ქოხი ავაშენოთ. და დაგიბრუნდებით უკვე მეორე ვარიანტით რა, სად შეიძლება ავაშენოთ. მეგობრებო, მე და ელდარიმ ძალიან მაგარი რაღაც მოვიფიქრეთ. ანუ პირველი აზრი როგორც გითხარით, აი აქ ელდარიმ უნდა ააშენოს ქოხი და მე კიდევ აი აქ გადავწყვიტე რა. აი აქედან გავაბავ აქამდე, თან ის აი ესეც ამაქვს რა, ეს წამოღებული ძაფი რა და მე უფრო გავამაგრებ რა, რამე კარგ მასალებს ვიპოვი, ნახეთ რა კაი მასალებია. რა ლამაზი ხია და ელდარი აქ ააშენებს და რავი, ერთად ვიქნებით რა და უფრო კარგი აზრია ვფიქრობ რა, მე და ელდარი ესე გადავწყვიტეთ. მოკლედ ესეთი რომ გადავწყვიტეთ, ანუ ცეცხლს დავანთებთ შუაში, აი ჩვენ ქოხებს შუაში, ან ცოტა იქით მოშორებით. ან აი აქ სადაც არის. ხო, ან აქ და ან ცოტა იქით. ჯობია ცოტა იქით დავანთოთ, იმიტომ რომ მეც შემაწუხებს რა ეს სითბო ეხლა რა თქმა უნდა არ გვინდა. იქითკენ დავანთებთ, იქ ავანთებთ ცეცხლს, ერთი იქნება, აქ გავაკეთებთ საჭმელს თუ რამე თუ გინდა და ასე შემდეგ. ამიტომ ჩაუჯექეთ, ძალიან მაგარი ვიდეო გამოვა, არ გამოდოთ არც ერთი ტამი და დააკომენტარეთ თქვენი აზრი. ხო. და კიდევ რამდენი ხანია ჩელენჯი არ შეგვისრულებია. ასევე დაგვიწერეთ ჩელენჯები, ანუ ლაშქრობასთანაც შეგიძლიათ რა და აი ისეთებიც დაგვიწერეთ რომ აი რამე რო შევასრულოთ რა, ან რამე დავაგემოვნოთ, ან რაღაცა რა ესეთები. შეიძლება ეხლა ვერ მოვჩეთ რა, ამ ნაწილში მოვჩებით, რას ფიქრობ? რა ვიცი, მრახამ ესეთი ბევრი მასალებია, სავარაუდოდ წესით უნდა მოვჩეთ, რავი. დროც გვაქვს, ნახავ ეხლა სადაც. ეხლა არის 4-5 წუთი ზუსტად და საღამომდე ვიქნებით რა. მოკლედ აი ეგრე ჩაუძრავ. დაახლოებით აი აქამდე რომ ამოვალან, აქამდე მე გადავახურებ ზევიდან და რავი, იგეთი კაი ქოხი გამოვა რომ მე პირადად მეყოფა რა იგეთი ხელას ერთსა იქნება. და მისთან განსხვავებული ვიდეოც გამოვა, მაგალითად ერთი ქოხისთვის ეხლა ორივემ რო გადავიღოთ, ცოტა ისეთი იქნებოდა და აბა ჩაუჯექით და ნახოთ როგორი ქოხები გამოგვივა. მეგობრებო, აი ეს მოვიტანე რა. და ეხლა ამას მივაბავ. აი კარგად მივაბავ, რომ მაინც ეს ძაფი ეხლა კიდე რა უნდა დაიჭიროს, მაგრამ აი სადღაც აი ესე მივაბავ. საკმაოდ მშვენიერი იქნება. ელდა რას ფიქრობ, აი ესე რომ მივაბავ. კარგი იქნება. და კარებიც უნდა გავუკეთო, აი კუთხიდან შემოსახულე. აი ეგ ჩადე აი. ხო. და მეორე კიდე აი აქ. არა, ჩადება ან მოვიბავ. ხო, თუ მივაბავ, რავი, მშვენიერი. კარგი გამოვა, მეც მგონია. რავი, აბა წარმატებულო. შენც ასევე. ვარ და თუ რამეა? ხო. აბა ერთი მივაბავ და როგორი გამოვა. ელდარიც მუშაობს. შეგახსენებთ, რომ მის არხით გადახვიდეთ აუცილებლად და გამოიწერეთ რა. ორივეს ვიდეო საკმაოდ განსხვავებული იქნება. ხერხს მათხოვებ. ხო. ხერხიც ამაქვს რა მოგებული. თუ რამე შევჭირდა, ვიხმარეთ.
ჯერ უკანა მხარიდან დავიწყებ რა. გაკეთებას. იმდენი კარგი მასალაა რა. ნუ ახლა ნედლს არ მოვჭრით რა, რაც კიდე იყოს. არ უნდა გაგჭირდეს, ნედლი არ გვინდა რა. არ უნდა მოვჭრეთ და თქვენს მოგიტოვებთ, რომ აჰა, ესეც მესამე არ მასალა. მოვჭრეთ რა. აჰა. აი ესე გავყვები ეს ბოლომდე და ორი ნახოთ მასალა რა ჩვენერი გამოდის. ეს მეორეა. ანუ ის ესეც რამეში სამჭირდება. აჰა, ახლა მას გადავიხო. ესენი შეშახ რა, საერთოდ კარგი. ესენი გამოსის. აი ეს როგორ გამოდის. ნუ უკვე ვიწყებ. ელდარიმაც დაიწყო და ახლა აი ესენი იმისთვის მჭირდება, რომ აი რაც სამოსაუსებია რა, დიდი მორების და ყველაფერს რაც სამოსაუსები იქნება, ამ პატარებით ამოვავს. ახლა ახლა ეგ წვრილი მომე თუ არ აღჭირდება. ჭირდება მე. აი სულ მასალას გაიყო. აღარ მოვაჭრე, იმიტომ რომ იყოს. ან ძალიან გძელია და ცოტას მოვაჭრე. ორი მასალა გვაქვს. ეს ხი კარგად გვაქვს. აი ეს ხო გამხმარია რა და ეხლა აქედან წინიდან შევუდგო რა, მაინც ყოველი შემთხვევისთვის რომ მაინც არ გატყდეს რა. ისე ამშვენივრად მიდივარ. კარგი ქოხი შენდება. ელდარის ქოხი არის, რა ვიცი, აი სრულიად განსხვავებულია რა.
ელდარის განსხვავებულია, ჩემიც განსხვავებულია და არ ვიცი. ელდარის ქუხი ძალიან განსხვავებულია ჩემთან შედარებით და ბოლოში განახებთ ჩვენ შედეგებს რა. სანამ არ ავაშენებ მე და სანამ ელდარიც არ აშენებს, ანუ მე რო ავაშენებ, მე ელდარის ქუხიც აშენებული იქნება და განახებთ რა. მანამდე კი არა. და ბოლოში ძალიან მაინტერესებს როგორი გამოვა. აი მეგობრებო, უპოვეება და რამე ცოტა დაბალია. და რამე ქვას აი უკრინდა რა მაგარი გამოდის. და ბოლომდე რო დავამთავრებ, უფრო მაგარი იქნება. და ახლა წავალ მასალებზე. მოდი ახლა აი ესე ცოტა ცუდია რა, უფრო დრო მიდის რა და მასალებს მოვაგროვებ სუნთელს, რაც უკანა კედლის მთლიანად შევსებისთვის დამეხმარება და მერე დავალაგებ რა და როცა მთლიან კედელს ან მანამდე ჩაგერთვებით რა, სანამ მთლიან კედელს ამოვავსებ, რამეს კიდე გადავიღებ, აი რო ვალაგებ რა. იმიტომ რომ აი მინდა რომ კარგი ვიდეო გამოვიდეს და ეს აი საინტერესო რა და ძალიან დიდიც არ მინდა რომ გამოვიდეს. აი მეგობრებო, ესეც ჩემი ქუხი და ესეც ელდარისი. აი ნახეთ როგორი გაგეცე. ადე შიგნიდან ვანახო. ფიქრობ მშვენიერი გამოვიდა რა. და ესეც ჩემი რა. ეხლა ძალიან დავიღალეთ. ამას უფრო დიდი დრო დასჭირდა რა. და შემდეგ ნაწილს ხვალ ენახავთ რა. ჩემსაც სჭირდება მეორე ნაწილი და აი აქედან აი ნახეთ, აი აქედან აი აქამდე მოვაშენებ რა და მე კარებსაც გავაკეთებ და აი უფრო რამე კარგს ამოვიღებ თოკს. პრინციპში მაქვს თოკი რა. აი ნახეთ. ახლა ვიმიობა. აი თოკი ეს მაქვს და უფრო მყარად რო იყოს. აი მეგობრებო, ეს თოკებით აი ესეთი გამოვიდა რა. ეხლა ვაფშე ძალიან მყარად იქნება. აქეთაც მეუბე და შეიძლება მოსულიყავი მეორე დღეს გაწყვეტილი ყოფილიყო. აი ესეც უკრინდა რა და აი აქ კიდე არის ეს მწვანეები და ბოლომდე იმას ვიზო გადავაფარებ. აი ფეხსაც კი ვადგავ რა და საკმაოდ მყარად არის. ესეც ელდარის ქუხი. ძალიან მშვენიერია. ეხლა ჩემსას მეორე ნაწილიც უნდა. მაგრამ მეორე ნაწილსაც გადავიღებ რა დასრულება, იმიტომ რომ რადგან ესე ვთქვი რომ კარებიც უნდა გავუკეთო. აი აქედან აქამდე მოვალ როგორც გითხარით და შემდეგ შესასვლელი ექნება. ეხლა ცეცხლს ავანთებ. ესე ვარ და საჭმელიც არ გვიჭამია დღეს და აბა ელდა როგორი იყო დღევანდელი დღე. დღევანდელი დღე რა თქმა უნდა მშვენიერი იყო. რავი, ეს გაზაფხული, რავი, კარგი გაზაფხულია. მშვენიერი მზეები იყო, მშვენიერი სითბოები, წვიმებიც იყო. ვიდეოები გადაგვაღებინა რა. არა უშავს, მაგრამ რავი, რახა მზე გამოვიდა ჩვენც უკვე აქტიურად ავართ, ბევრ ჩელენჯებს გადავიღებთ და ასე შემდეგ და რავი, ყველა ვიდეო რაც გადაგმოგ, რავი, უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს და ლაშქრობებზე კიდე ბევრ გამოცდილებას. ეხლა ეს ქუხი რო ავაშენე, აქედან გამოცდილება მივიღე თუ როგორ ავაშენო, დოკუმენტს ასევე. ჩემი უფრო საწვალებელი იყო რა. ცეცხლი რო დაანთე იქიდანაც ბევრ გამოცდილებას იღებს საჭმლის გაკეთებაში, აი ყველაფერი. ეს კვარია რა. ანუ როცა ტყეში წახვარ და დაიწყებ ახლა
ჩვენ ეს არ შეგვეძლებოდა, აი მაგალითად პირველად რო ყოფილიყავით ტყეში, რა ვიცი, ამდენს ვერ გავაკეთებდით, საერთოდ ვერ გავაკეთებდით. ალბათ დაგვენგრეოდა რა. ვერც ცეცხლის ანთებაშიც საკმაოდ გამოცდილები ვართ და აუ ყველაფერში გამოცდილები ვართ, იმიტომ რომ უკვე დიდი ხანია დავდივართ და ბევრი გამოცდილება დაგვიგროვდა რა ყველაფერში. საჭმლის მომზადებაშიც, რასაც ჩვენ ვამზადებთ და ეხლა უკვე ავანთებ იმას ცეცხლს. მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი გამოცდილება გვაკლია, რაც ვიცით, ეხლა ჩვენ ასაკში, ანუ კარგია რა, მაგრამ კიდევ ბევრი გამოცდილება გვაკლია, რომ ტყეში 24 საათი მაგალითად. ხო, მაგალითად. არ უნდა შეგეშინდეთ და ყოველთვის ყურადღებით უნდა იყო და თავშესაფარი უნდა აშენო, კარები რო ქონდეს და დაცული უნდა იყოს კარგად, კარად უნდა იყოს, რომ ან რამე მტაცებელმა არ დაანგრიოს. ეხლა კილომეტრებიდან გაიგებ შენს თუნს, მაგრამ შენ სადაც ხარ, ყოველთვის დაცული უნდა იყოს. ეხლა როგორც უნდა ვამთო, არასოდეს არ ამითია ეს. მეც აღარ დავალაგებ ეხლა რომ ნაკვარჩხალი გაკეთდეს და მერე შევყაროთ ჩვენი კარტოფილები და ხახვები. ესეც ჩვენი ხახვები და კარტოფილები და ესეთი რაღაცა გადავწყვიტეთ. ელდარია იქ შეჭამს და მე ჩემ ხოხში რა. ჩვენიერი იქნება და ეხლა ჩანგლებს გავაკეთებ. აი ამ ქვას დავიდებ, აი აქ რო ზეც საჭმელი დავალაგო და რაღაცას გავფე. აი აქ შევჭამ საჭმელს. გამომშიფლებ. ეხლა ხახვებს და კარტოფილებს შევყრი. აი ესეც ესე დავალაგეთ და ეხლა შანგალის გაკეთება გამაკლია რა. რაც აქ ვარ, ზუსტად გავიდა 2 საათი რა და ვფიქრობ, კაი დროა და მოვასწარით რასთან საკმაოდ დავიღალეთ ორივე რა. არაფერი არ მიჭამია რაც აქ ვარ და ეხლა ყველაფერს მოვაწესრიგებ. ხერხსაც ჩავდებ და ბოლოს პურსაც გავხვა. აი მეგობრებო, ესეც ჩემი ჩანგალია ესეთი გამოვიდა. ელდარისით დაახლოებით ესეთია და ელდარი უკვე პურს ხუხავს რა. და კარტოფილებიც და ხახვებიც კარგად ამზადდება. აი დღევანდელი დღე არის რა ვიცი, საოცრება რა. და თავგადასავლებით სავსე. ამოვიდოთ მეგობრებო, რაც გამზადდა უკვე რა და დავალაგეთ უკვე. ეს ცოტაღა რაც დარჩა. ამას დავალაგეთ და ამასაც ამოვიღებთ. ნაკვარჩხალზე დავდებ და ახლა დავუწყე ჭამა და ეს გავიხადე რა, იმიტომ რომ თან ცხელა და კიდევ
ხეზე დაუჯდები. ელდარი იქით არის. თავის ხოხში ჭამს. ტრადიციულად კარტოფილს დავაგემოვნებ. ამერიც გავსინჯოთ. ჯერ ოღონდ ცალკე. აი კარტოფილი იმენა მაგრად არის მომზადებული რა. კარტოფილი კაია, ძალიან მიყვარს. მაგრამ დავუწერ 10-დან 9 ნახევარს. მაინც ქულებს უწერ ხოლმე. ახლა პომიდორი. რადი მეგობრებო, ყველაფერი შევჭამეთ, ყველაფერი ძალიან გემრიელი იყო. და რა ვიცი, ესეც ჩვენი ქოხი და ესეც ელდარისი. და რა ვიცი, ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგი ვიდეო გამოვიდა, თქვენთვის იქნებოდა საინტერესო და აბა ნახვამდის მომდევნო ვიდეომდე.